მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა. პარტიის დელეგატებმა კობახიძეს მხარდაჭერა ერთხმად გამოუცხადეს. ქართული ოცნების რიგით მერვე ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარეც აირჩიეს. ირაკლი კობახიძე ამ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა. დიდი მადლობა. ყრილობისგან აქვს სრული ლეგიტიმაცია და მანდატი მინიჭებული ბატონ ირაკლი კობახიძეს. კიდევ ერთხელ გთხოვთ ბატონ ირაკლი. ბატონი მიზინავენიშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახუროს საკუთარ ქვეყანას. გასულ წლებში გუნდის თითოეულმა წევრმა ჩადო თავისი წილი ძალისხმევა ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, ის რომ დღეს საქართველოს აქვს დემოკრატია, შვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და ქვეყანა მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში არის ბატონი მიზინავენიშვილის დამსახურება, განსაკუთრებული მადლობა პარტიის თანამდებობებს ამისათვის. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძის ოფიციალურად დასახელებას შეფასებები მოყვა გორში პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ოპოზიცია თვლის, რომ სკამების გადაადგილებით ქვეყნისთვის არაფერი იცვლება. ისინი ხელისუფლების ცვლილებაზე ამახვილებენ ყურადღებას. ქართულ ოცნებაში კი თვლიან, რომ ისეთ მნიშვნელოვან არჩევნებამდე, როგორიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებია, გუნდის გადახალისება მნიშვნელოვანია. ზოგადად დიდი იმედები არ მაქვს, რომ რამე შეიცვლება, იმიტომ რომ მათი პოლიტიკა ვიცით ჩვენ როგორც არის და რა თქმა უნდა არც კობახიძე არ დაარღვევს ამ პოლიტიკას და წავლენ რუსეთისაკენ და ესენი არიან რუსეთის მონების ხსენებაც არ მინდა ის ხალხი რომელსაც რუსეთი უნდა მოდი ასე ვიტყოდი ფაქტიურად ერთის ხელის ბიჭმა შეცვალა მეორე ხელის ბიჭი და ზოგადად შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამიც არ იცვლება ისე რომ არავინ არაფრის გამკეთებელი არ არის ხალხისთვის, მხოლოდ ქმნიან იმიჯს, რომ ისინი ზრუნავენ ქართულ ხალხზე. სამწუხაროდ ეს ასე არ არის და გადასული არიან იმაზე, თუ როგორ მოატყულონ ხალხი და როგორ იფიქრონ იმაზე, რომ გააყალბონ არჩევნები. ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ ამ საკადრო ცვლილებებით და სკამების გადაადგილებით რეალურად მოსახლეობისთვის არაფერი არ იცვლება, სამუშაო ადგილები ამით არ შეიქმნება, არც ეკონომიკა არ გაიზრდება ქვეყნის. სამწუხაროდ ის 40,000 ბავშვი, რომელიც სკოლებში შიმშილობს, ისევ შიმშილებს და ჩვენი პენსიონერებიც ამით ვერ აიღებენ ღირსეულ პენსიას. ამიტომ ყველა უნდა გავერთიანდეთ ქართულ ხალხთან ერთად და არჩევნებზე უნდა შევცვალოთ მთავრობა და რეალური ცვლილებები და კეთილდღეობა უნდა მოუტანოთ თითოეულ ოჯახს. მინდა წარმატება უსვრო, რომ პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს ბატონ ირაკლი კობახიძეს აღნიშნულ პოზიციაზე ეს ჩვეულებრივი მოვლენაა გუნდის შიგნით, ბევრი წარმატებული ლიდერია. მით უმეტეს ვიცით, რომ საპარლამენტო მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება 24 წლის შემოდგომით და გუნდის გადახალისების კუთხით პარტიაც გაძლიერდება და სამთავრობო გუნდშიც ახალი მოტივაციით შეუდგება ბატონ ირაკლი მუშაობას. მინდა ასევე წარმატება უსვრო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის პარტიის ხელმძღვანელის პოზიციაზე და როგორც უკვე გაჟღერდა, განსაკუთრებული ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში არ იგეგმება, იცვლება ჯერჯერობით ერთი მინისტრი. ეს ნიშნავს, რომ გუნდი შეთანხმებულად მუშაობს და ერთიანი გუნდია. მცირე ცვლილებები ალბათ შეიძლება იყოს სხვადასხვა უწყებრივი მიმართულებით, ეს ნორმალურია და არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება, უბრალოდ ეს არის გუნდის შიგნით გადანაცვლება, გადახალისება, რაც მომხდარა, ეხლაც ხდება და მომავალში ხშირად შეიძლება მოხდეს. არა მარტო ჩვენ საქართველოს შემთხვევაში, არამედ ბევრ ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში. თამდები პროცესია ეს სამთავრობო გუნდის საქმიანობის. არსებული ინფორმაციით ირაკლი კობახიძე მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს, რის შემდეგაც ახალ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს.